თბილისის საკრებულოს გამდიდრებული დეპუტატების შესახებ დღეს ინფორმაციას აქვეყნებს ორგანიზაცია მონიტორინგი. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ არჩევნების შემდეგ დეპუტატების დიდი ნაწილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამდენიმე შემთხვევაში სიმდიდრე მილიონ ლარსაც კი აჭარბებს. საკრებულოს წევრებს არ სურთ საკუთარ ქონებაზე ხმამაღლა საუბარი. ხელმძღვანელობით დალაქები კრიჭავთ ძალიან ცუდად, აქედან გამომდინარე კომენტარს არ გავაკეთებ. ინტერვიუზე უარი რუსთავიორს დღეს პირველმა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა. ნუგზარ მალაღურაძემ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაზე საუბრისთვის ტელევიზიას პირდაპირ ეთერი მოსთხოვა. კურიერის გადამღებ ჯგუფთან საკრებულოს დეპუტატს იმ ქონებაზე საუბარი არ სურს, რომელიც მონიტორინგის ცენტრ მედიატორის ინფორმაციით 2012 წლის შემდეგ საკრებულოში მუშაობისას აქვს დაგროვებული. საცხოვრებელი ბინა თბილისის ცენტრში და მშენებარე ბინა ბათუმში. მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლები ქალაქგარეთ და მიწის ნაკვეთები მცხეთაში, შინდისსა და ზესტაფონში. მალაღურაძის უძრავი ქონება მისივე დეკლარაციის მიხედვით, როგორც მედიატორში აცხადებენ, საერთო ჯამში 900,000 ლარს აღემატება. მე ვიშოვე 2012 წლის მერე ბათუმში შენებარე ბინა როდის დაიწყო? ბათუმი ეხლა კრედიტია ხო იმის უკან. კიდევ ერთი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მედიატორმა შეისწავლა, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარეა. თამარ ტალიაშვილმა დღეს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ის ერთ საკრებულოში გამოჩენილა. მისი დეკლარაციის მიხედვით ტალიაშვილი ფლობს 3 ბინას თბილისში, საცხოვრებელ სახლს ბორჯომში, მიწის ნაკვეთს ბორჯომსა და ახალდაბაში. ბინების გარდა დეკლარაციაში სხვადასხვა ბანკებში გახსნილი ანაბრებიცაა. მათი დიდი ნაწილი მოსკოვში, რუსულ ბანკებშია განთავსებული. თამარ ტალიაშვილი, ალფა ბანკი მოსკოვი, ანაბარი 41,528 დოლარი, ალფა ბანკი მოსკოვი, ანაბარი 21,219 დოლარი, ალფა ბანკი მოსკოვი მიმდინარე 9,626 დოლარი, როსბანკი მოსკოვი, ანაბარი 29,851 დოლარი. დეპუტატობის მანდატის მოპოვების შემდეგ დაახლოებით 300,000 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართი აქვს შეძენილი ირაკლი ფავლენიშვილსაც. ის საკრებულოში იმ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც მოსახლეობის ჯანდაცვის სფეროს ემსახურება. რაც მე დეპუტატი ვარ, აბსოლუტურად ერთი თეთრის ჩემს არ შემატები არაფერი. მდიდარ დეპუტატებს შორის მედიატორის კვლევის მიხედვით ჯაბა სამუშიაც მოხდა. მან 2014 წელს ნუცუბიძეზე 3 ბინა შეიძინა და გააერთიანა. დღეს დეპუტატი აცხადებდა, რომ ბინა მისი საკუთრება არ არის და ჯერ სამშობლო კომპანიის ბალანსზე ირიცხება. თუმცა საჯარო რეესტრის დოკუმენტებში მყიდველად სამივე შემთხვევაში ჯაბა სამუშიაა დასახელებული. ბინა ერთი საცხოვრებელ ფართი 127 კვადრატი. სამშობლოს შემდება და მასთან დაკავშირებით მე საბანკო ვასუხა კრედიტებით კიდევ ამბიც. მონიტორინგის ცენტრი მედიატორი თბილისის საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა. მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეპუტატების ნაწილი დეკლარირებული მილიონერია. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რაც 2012 წელს კიდევ უფრო დაატყდა ქართველ ხალხს, ამ ადამიანებს არანაირი დისკომფორტი არ შეექმნათ, პირიქით მათი ქონებრივი დეკლარაციები კიდევ უფრო იზრდება. მონიტორინგის ცენტრი მედიატორი საკრებულოს დეპუტატების ქონების შესწავლას აგრძელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახლა იმ არადეკლარირებული შემოსავლების შესწავლას გეგმავს, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატებს დეკლარაციაში არ აუსახავთ.